როგორ ეცვათ საქართველოში? ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა ძველი ტრადიციული სამოსი გამოფინა. შესრულების უნიკალური ტექნიკა, ფერთა გამა და სამკაულებით დამთვალიერებლებს ნოსტალგიასაც აღუძრავს და თვალსაც მოჭრის. ძირითადად თიანეთში შემონახული კაბები, მამაკაცის ტანსაცმელი, სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელი ფარდაგები თუ მოსვართავები ოჯახებიდან და კერძო კოლექციებიდან შეგროვდა. გამოფენა დღეს საღამოს იხსნება, ექსპონატები კი ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გალერეაში შორენა კოპალეიშვილმა უკვე დაათვალიერა. ყოველდღიური სამოსი იყო კი. და სხვადასხვა ტრანსფორმაცია განიცადა 4-ჯერ შაურმა სამოსმა. ჯერ ხევსურულს წააგავდა და შემდეგ თანდათანობით სახე იცვალა და ქარგვის ორიგინალური ხელოვნებითა და ორნამენტებით შექმნილი ძველი ტრადიციული სამოსი ფოლკ-ცენტრის გალერეას იპყრობს. კერძო კოლექციებში დაცული ეთნოგრაფიული ნივთები სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელ ისტორიას ინახავს. ძალიან საინტერესოა თუშეთი. თუშეთს განსაკუთრებული ფერები აქვს, განსაკუთრებით ქარდაკში და სამოსი ძირითადად შუხები მოვიძიეთ, მაგრამ ეს უბიანიც ეს ქალის სამოსია, აი ესეც როგორც იქნა მოვიძიეთ და ამ გამოფენაზე წარმოვადგინეთ. სხვადასხვა ნივთებთან და სამოსთან ერთად ამ ისტორიიდან სახეები გალერეაში წარმოდგენილი ფოტოსურათებიდან ცოცხლდება. ნახეთ რა საინტერესო სახე აქვს. კავკასიის სხვადასხვა ეთნოსისთვის დამახასიათებელ სამოსის სტილს ეს თოჯინები წარმოადგენენ. გამოფენაზე დამთვალიერებელი წინაპართა სამხედრო აღჭურვილობასაც გაეცნობა. მეუღლის აღჭურვილობაში შედიოდა ძირითადად ეს ჯეჭვის პერანგი, ჩაფხუტი, სამკლაურები და ეს არის კოლხური ფარი. ეს არის გენადი ხარანაულის მიერ აღდგენილი, ეს არ არის ძველი, მაგრამ ძველი სტილზე აღდგენილი. ტრადიციული სამოსის უძველესი ნიმუშები ძირითადად საქართველოს მთიანეთმა შემოინახა. მიუხედავად ბევრი საერთო ელემენტისა, კულტურულ და გეოგრაფიული თავისებურებებით განსხვავება ტანი სამოსში მაინც იკვეთება. თითქმის საქართველოს ყველა კუთხიდან ჩამოვიტანეთ, ეს არის უნიკალური ნიმუშები ძველი ტრადიციული სამოსის და ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო იქნება ეს ჩვენი თბილისელებისთვის. მოვიდნენ და ნახოთ თუ რა უნიკალური ნიმუშების პატრონები ვართ. ძველი ტრადიციული სამოსის გაცნობა დამთვალიერებას ფოლკ-ცენტრის გალერეაში 2 კვირის განმავლობაში შეუძლია.